17 წელს ისეთი დიდი ქართველები როგორც არის ტიციანი, პაოლო, მაყაშვილი, ხო საოცრები, აი ასეთი იწყებენ პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას. ძალიან ხშირად გქონია ჩვენ სამეგობროში პოლემიკა არა მარტო მწერალთა კავშირზე, კომპოზიტორთა კავშირზე, ყველაფერზე, მაგრამ კავშირი რა დღეშია? ქართულთა კავშირი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს პრეტენზია, რომ არის კულტურული ქვეყანა და ხატრებს წაართვან თავისი საგამოფენო დარბაზი. რა დღეშია ხატრთა კავშირი? ფაქტიურად გაუქმებული ქვია მას, რომ მას აღარ აქვს ჩვენ საქართველოში ვართ 9 კავშირი სულ. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყებებდნენ ამას ქვიას. ერის სული წერლობაში ლაპარაკობს. სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება და თუ ვინმეს საქართველოს მოკლა სურს, ჯერ წერალს ესროლოს. ღმერთმა დაიფარო საქართველოს სიკვდილი, მაგრამ თუ მაინც ესეთი რამ უწერია ქვეყანას, ჯერ ჩვენ გვესროლოთ. დიდი მადლობა. ამას გიტოვებთ და მადლობა. დიდი მადლობა. ვაიმე ეს რა მითხარით კაცო, ჰა? მგალობლიშვილი! სიშამი! მითხარი რა არის, მე რამდენი პრემიერ-მინისტრია? ვაიმე, ეს ყობა, ზურა ჟვანია საფლავში ტრიალებს ახლა რა საწყალი რა. მეოთხე პრემიერ-მინისტრი და სულ ყველა ავადმყოფი წავიდა, რა ქვეყანა, ოქროსი, გაიხარეთ პრემიერ-მინისტრებო. შემდეგებო თუ წინა მორბედებო თუ მომავლებო, ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრებს მინდა გაუმარ ჯო. ვაი, სატირალი, სასაცილო თუ სატირალი, რა გავიგო. რა ვიტირო, ვერ გავიგე, სოხუმი თუ გაგრა, ვერ გამოვყოფ ვერც ბიჭვინთას მენატრება, მაგრა თუ ვიტირო ალახაძე, ლიძავან, რიცა ეს 64 საქართველოს თვითონ ღმერთმა მიცა. მგალობლიშვილი! სიშამი! სად არის მგალობლიშვილი? რა შირს მგალობლიშვილს, რა შირს რა? არავინ არ ადასტურებს არც ერთი პრეს-ცენტრი და BBC-სგან გავიგეთ ეს ინფორმაცია, მინდა ყველა მისოდეს რა. საქართველოს პრეს-ცენტრს გაუმარ ჯოს. ძალიან მაგარი ქვეყანა, ძალიან მგალობლიშვილი. გაიხარეთ რა პრემიერ-მინისტრებო, თქვენ მინისტრებო საქართველოსი. თქვენ გაიხარეთ, თქვენ გაგახარათ მინისტრებო. ნატოს ცენტრი. ეროვნულად ერთად მუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. საერთაშორისო ორგანიზაციები არ მუშაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ისინი ავსებენ ერთმანეთს იმ მიზნით, რომ შეიქმნას მშვიდობიანი გარემო, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკის განვითარება და პიროვნების კეთილდღეობა. საქართველო, ხორვატია, აზერბაიჯანი, სერბია, მაკედონია, ბოსნია, ჰერცეგოვინა. დედამ ნატოში მინდა. ან იქნება არ მინდა დედა, მირჩიე რამე. მირჩიეთ რამე, ქართველო მინისტრებო, ქართველო პრემიერ-მინისტრებო, ქართველო პარლამენტის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეებო, გადამდგარებო თუ დღევანდელებო, თქვენ გაიხარეთ ხალხო. ვაიმე, სად არის ნოღამ ხელი არ მოაწერა? ადრეა მისი გადადგომაო? სათარ ვართ ამისთვისო? ეს ნოღამ თქვა? ნო. ღირსეული მინდოდა ყოფილიყავი მიშაბ. ღირსეული მიშაბ. მინამყავა დამიყვარდა ვოდელია ბრანუნი. მინოს მყავდი უყვარდი ვოდელია რანუნი. მოდით წავივარჯიშოთ. შემოვძახოთ სალკო, დასაევი ბურთი ვამბასტენი მარკო, სოკრატესი, ბურთი, ძელი, ხაზი, წოფი. სირცხვილია ხალხო, შეგვეყარათ სოფი. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, ჩვენთან არის სტუმრად
ანუ პოემაზე მოსული ახალგაზრდა ცხოვრები, ქალბატონი თამარ მევარაყიშვილი. აი რა საფრთხის ხვიშ ვართ, აი რა. არ ვიცით ოცებს, ან თუნდაც იგივე ქართველებს თავში რა დაარტყავს რა. და ხშირად ესეთი სიტუაცია რომელი პირველი. აჰა. მაგრამ თუ გაიძულებენ თქვენ საერთოდ ძალით დავუშვათ გადასვლას აი გეტოს სახლებში წერომანში რასაც არა არ გადავდივართ. იძულება იგი ესეთი არის იძულება რომ ის ხალხი ვინც რეალურად მართლა სახკარგადამწვარი არის მე იქითახეობის მოსახლეობას გულისხმობ საქმე აქვს ისე დამდგარი რომ სადაც ახალგორელის დაკეტილ კოდებს ნახულობენ ამტვრევენ და შედიან ძალის გამოყენებით რა ურთიერთობაში ხართ აი რუსის ჯართან მაგალითად რუსის ჯარი დადიან დაბოდიალობენ თავიანთვის აზრზე არ არიან სად არიან ეს მოსახლეობას ხო არ აყენებენ შეურაცხყოფას არ აყენებენ შეურაცხყოფას მაგრამ ამას რომ ვამბობ ღიად მე მგონი რომ ხარ ოსებთან და რუსებთან შეკრული და როგორ ვთქვა დავშორდეთ და იმედი მაქვს რომ თვითონ უყურებს ამას იმედი მაქვს გაითვალისწინეთ ამ ქალბატონის თამარის პრობლემები და იქაური მოსახლეობის გაიხარეთ ახ მოშინაურდი უჯე შინაური ჯონ დი რა მინდა და შენთვის მეთქვა და საზოგადოებით ადამიანებს ცოდნიათ დაუშვათ ზუსტი დრო და ესე იგი ზუსტი ამბავი იმამის თუ როგორ აქვს ლევან გაჩეჩილაძეს ესე იგი ფული აღებული წითელი პარკით ლევან ვეფხვაძე გიორგი თარგამაძის პარტიიდან რომელმაც დარეკა და თქვა ესეთი ინფორმაცია თუ არის ამის ეჭვები ხო მოვიდეს და აგერ არის კაცო აგერ და ჩავხედოთ საზოგადოებას ერთად თვალებში რა და დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკი არა ლაპარაკობა დიდი ხანია ხოდა ისწოლა სადამ არ დამთავრდება ალახის სულას აქ ერთი მიზანი მაპატიო გასწორდა რა მიზანია მაშინ გითხრა მე შენ უნდა დაიწყო რა მაგრამ კიცება რომ ესე ეგრე არ ყოფილა და მოვიდეს და ამ ფაქტი დადოს დავილაპარაკოთ რა იციან რა ნახეს როგორ ნახეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ რომ პირველივე დღეს იყო ამაზე რა პირველივე დღეს სხვათა შორის ამას სტარტი აიღო შიგნით ხო ესეთმა ლაპარაკებმა რა შიგნით ჩვენი საბჭოს შიგნით იყო ესეთი ეჭვები გაყვანა გამოყვანა იყო რა გასაგებია ხო და არ მინდა რაღაც ყველაფერზე ვერ ილაპარაკებ რა არა რატო აი ზუსტად აი ჯონდი ყველაფერზე რო ვერ ვლაპარაკობთ აი იმიტომ რომ მივდივართ საბოლოო ჯამში ჩიხში არანაირად არ მინდა რომ დაიმალოთ რამე იყოს დამალული საზოგადოებისგან ვინ არის ამ გადაცემას აქვს სამი სახელი რა ერთი არის კამე საკანი ნომერი 5 ერთი არის ისა უთენებს საქართველოს და მესამე არის ვინ არის რა ეხლა მინდა ვილაპარაკოთ საერთოდ რა ეს შენი დღევანდელი სიტუაცია გამიხარდა ძალიან რა შენ რო უერთდები გუშინდელ ამ სიტუაციას მემორანდუმს კი ერთი წელია შეერთებული არა ვარ ანუ ჯერ საპარლამენტო ოპოზიციიდან როგორც კი თუ კი ვინმეს მოვიაზრებთ საპარლამენტო ოპოზიციაში შენ ახარ პირველი მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია ვიქნებოდი და არა მანამდე ერთად არ ვიყავით კი გასაგებია ამას არ ვამბობდი ხო იმის მერე რაღაც წენები შეიძლება მქონდა შენს ქონდა გავიგე მაგრამ ჩვენის გამო ქვეყანას ხო არ გადავაგდებ და ჩვენ განსხვავება გვაქვს ტაქტიკაზე გახსოვს როცა შიმშილობაზე იყო ლაპარაკი ეხლა შეიძლება რაღაცებზე ვილაპარაკოთ მე სულ ვიზახდი რომ არ გვინდა რა არ გვინდა ხო იმიტომ რომ ჯერ მარტო რელიგიური მოსაზრების გამო მაგრამ შიმშილობა ქართული მოვლენა არ არის რა ეს ინდოეთში ჭრიდა რა საქართველოში არ ჭრის როდესაც შენ თვითმკვლელობაზე მიდიხარ და ის არ გისულებს იმას რასაც უნდა ქვეყანას რო შეასრულოს და საზოგადოებას და არ გისულებს ეს ის კლავს შენ თორე არავითარ შემთხვევაში პირველივე დღეს ადგებოდა ეხლა დათო გამყრელიძე იქ რომ